ქრისტეს მიერ საყვარელნო, მამანო, დედანო, ძმანო და დანო თემა დღევანდელი ჩვენი საუბრისა გახლავთ სინანული, სინანულის სათნოება. ამ თემის შესახებ მრავალი ადგილია სახარებაში და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი, რომელიც წარმოაჩენს სინანულის, მე ვიტყოდი ესე ნაყოფს, აი თუ რა ნაყოფი შეიძლება კონდეს ჭეშმარიტ სინანულს. არის სწორედ სახარება, რომელიც იკითხება სულთმოფენობიდან მე-6 შვიდეულის კვირა დღის წირვის დროს. ეს არის სახარება მათესი, თავი მე-9, მუხლები პირველიდან მერვეს ჩათვლით. მოთხრობილია ამბავი იმის შესახებ, რომ მაცხოვართან საკაცით მიიყვანეს განრღვეული ნიშნავს დამლა დაცემულს, პარალიზებულს და ძიმე იყო ეს მისი ავანტყოფობა, საკაცაზე იყო მიძაჭვული და აი ამ საკაცით მიიყვანეს მეგობრებთან. სხვა მახარებლები აზუსტებენ, რომ 4 კაც მოქონდა საკაცე და კიდევ სხვა სახარებებში წერია, რაც განსაკუთრებულად მეტყველებს ამ მეგობრების და თავად ამ განღვეულის, სნეულის სარწმუნოებაზე, რომ იმდენად ბევრი ხალხი იყო ეზოში ვერ შევიდნენ, არათუ სახლში ვერ შევიდოდნენ და მიიღეს ისეთი გადაწყვეტილება, სახურავი ახადეს სახლს და ჩაუშვეს ეს საკაცე იმ ოთახში, სადაც მაცხოვარი ესაუბრებოდა შეკრებილ საზოგადოებას. და მიუხედავად იმისა, რომ ეს საქციელი მეტად უცნაურიც იყო და მეტად კადნიერიც იყო, მათ იმდენად დიდი რწმენა ჰქონდათ, რომ მაცხოვარი განკურნებდა ამ ავანტყოფს, რომ მათ ეს მოიმოქმედეს და ეს ღვთის მიერ აღქმული იყო სწორედ როგორც დიდი სარწმუნოების გამოვლენა, მაგრამ აი ამ სარწმუნოების თუ შეიძლება ითქვას ასეთი მთავარი ნიშანი, მთავარი გამოხატულება ამ სარწმუნოების, გარდა იმ გარეგნული ნიშნისა, რომ მათ ასეთი კადნიერება, მოშურნეობა, კადნიერება გამოიჩინეს, იყო თვითონ აი იმ სნეულის, ანუ განღვეულის შინაგანი მდგომარეობა, რომელიც იკითხება მაცხოვრის სიტყვებში. სიტყვებიდან შეგვიძლია დავასკვნათ, თუ როგორი იყო მისი სულიერი მდგომარეობა და რომელმაც განაპირობა მისი კურნება. ესე იგი, როდესაც ჩაუშვეს ეს საკაცით, ეს სნეული, მაცხოვარი ეს სნეული არაფერს არ ამბობს, მაცხოვარი მიმართავს მას შემდეგი სიტყვებით. ნუ გეშინინ შვილო, მიგეტევენ ცოდვანი შენი. აი, პირველ რიგში უნდა მივაქციოთ სიტყვებს ნუ გეშინინ. ანუ მიუხედავად იმისა, რომ სარწმუნოება იყო ძალიან დიდი, შანს რომ ამ ადამიანის ამ ქმედებაში იყო დიდი მორიდებაც. ანუ მას ჰქონდა განცდა იმისა, რომ იგი კადნიერად იქცევა, რომ იგი ასე თქვათ, აი თუ შეიძლება ითქვას, შეიჭრა სახლში და რასაკვირველია, მას აქვს ეს განცდა, რომ მისი ქმედება კადნიერია და შეიძლება ჰქონდეს შიშიც იმისა, რომ არათუ კურნება ვერ დაიმსახუროს, შეიძლება რაღაც გარკვეული უკმაყოფილებაც და საყვედურიც კი დაიმსახუროს. და რაღაცა შინაგანი მაინც ღელვარება და ეს ღელვარება პირველ რიგში მეტყველებს ამ ადამიანის შინაგან ბუნების მის შინაგან ღირსებაზე,
მისი ბუნების შინაგან ღირსებაზე, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ის იყო მოგრძალებული, მორიდებული მიუხედავად ასეთი კადნიერი ქცევისა, მას ესე ვთქვათ, ჰქონდა შიში, რომ ხომ არ აშავებს რაღაცას. და მაგრამ აი შემდეგი და კიდევ ერთი, ესე იგი ამის შემდეგ მაცხოვრის მიმართვა შვილო. შვილო ესე იგი მაცხოვარი იშვიათად რომ ასე მიმართოს ვინმეს, იშვიათად, ძალიან იშვიათად და ესე იგი მაცხოვარი ამშვიდებს, ანუ ეუბნება რომ შენ არაფერი ცუდი არ ჩაგიდენია, შენ ესე იგი ითხოვ კურნებას, მაგრამ გარდა იმისა, რომ შენ ითხოვ კურნებას, შენ გაქვს დიდი მოწიწება, მოგზალება და შიში იმისა, რომ რამე ხო არ დააშავე. და შენ ამის გამო ნუგეშინია. და მიმართავს შვილო, ანუ მეტად ესე ვთქვათ, როგორც ამ ადამიანს უყურებს მაცხოვარი, როგორც ესე იგი ძალიან დიდ საპატიო სიტყვით მიმართავს, შვილად მოიხსენებს. ანუ ამით მაცხოვარი ეუბნება, რომ ამ ადამიანში არის ძალიან დიდი ღირსებები. რაღაცა ძალიან დიდი ღირსებებია. და უცებ ესე იგი გადადის ასეთ სიტყვებზე, მოგეტევენ ცოდვანი შენი. ესე იგი, ამავე დროს მაცხოვარი ამოწმებს, რომ მას ის ცოდვილია და საჭიროებს ცოდვათა მიტევებას. ცოდვათა მიტევებას ყველა საჭიროებს, მაგრამ არც ერთ ადამიანს, ვინც იესო ქრისტესთან მიდიოდა განსაკურნებლად, არც თვითონ არ უთხოვია და არც ამ გარღვეულს არ უთხოვია და რაც თავარია, არასოდეს ასეთი რამ მაცხოვარს არ უთქვამს. და ეს მეტყველებს კიდევ იმაზე, რომ მაცხოვარი ხედავს ამ პიროვნებაში საკუთარი ცოდვების განცდას, ძლიერ განცდას, დიდ მწუხარებას საკუთარი ცოდვების გამო და აი ეს მოგზალებაც ამის ერთ-ერთი გამოვლინებაა, რომ ის არ თulis ღირსად, ასე გვირლია ამ კურნების ღირსად თავს არ თulis, მაგრამ ითხოვს, შეწყალებას ითხოვს. საერთოდ შეწყალება ნიშნავს, რომ ადამიანი კი არ იმსახურებს, მაგრამ მოწყალებას ვითხოვთ ღვთისაგან. და აი სწორედ ეს სინანული, ასე იგი, არის აქ გამოხატული, რომ ასე იგი მას აქვს განცდათვის და ცოდვათა, მაგრამ იგი სასოებს, რომ ღმერთი მოწყალია და მაინც ბედავს და ითხოვს ამ მოწყალებას. თან ასეთი კადნიერი ფორმით. და რაც თავარია, ჩანს ერთი რამ, რომ შეიძლება მაცხოვარს დაენახა ეს მისი შინაგანი სამყარო, მაგრამ მაინდა-მაინც ეს არ ეთქვა და უბრალოდ განეკურნა. მაგრამ ჩანს, რომ მისთვის სულიერი კურნება გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ხორციელი და ჩანს, რომ მას ღრმად სწამს, რომ მისი ავადმყოფობა ცოდვის შედეგია, ხოლო მისი ცოდვებისგან განკურნება გახდება საწინდარი მისი ხორციელი კურნებისა და მიუხედავად იმისა, ეს როდის მოხდება, რამდენ ხანში მოხდება და საერთოდ მოხდება თუ არა, შეიძლება მისთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია სულის სიმშვიდე, სულის, ესე ვთქვათ, სისუფთავე ვიდრე ხორციელისა. რასაკვირველია, ორივე ერთად იდეალურია, მაგრამ თუ არჩევანია, მას სულიერი ურჩევნია. და ეს სურვილი დაინახა მაცხოვარმა და პირველ რიგში ეუბნება, სვილო მიგეტევნენ. ჩვენ არ ვიცით, როგორ გაგრძელდებოდა ეს, მოთხრობა იმით თავდება, რომ ფიზიკურ კურნებასაც ანიჭებს, მაგრამ ესე იგი, ძნელი სათქმელია ეს ფიზიკური კურნება ასევე სწრაფად მოყვებოდა მაცხოვარი ამას აღასრულებდა თუ არა, რომ არა იქ ერთი გარემოება სახარებაში აი ამ სიტყვები, მაცხოვრის სიტყვების შემდეგ იქ მყოფი წიგნობრები და ფარისეები, რომლებიც ყოველთვის იყვნენ, სადაც იესო ქრისტე ქადაგებდა, იესო ქრისტეს ასწავლებს აღასრულებდა და ეძიებდნენ, რომ რაღაცა
ეპოვათ ესეთი საფუძველი მისი მხილებისა, მისი დადანაშაულებისა, თითქოს რაღაცა იესო ქრისტე არასწორად ასწავლის, თითქოს ჟულის კანონებს არღვევს და რატომ? იმიტომ რომ მათ არ ესმოდათ იესო ქრისტეზე, ვერ განიცდიდნენ მის დიდებულებას, ვერ სწავლებაში, ვერ ჯერთი სწავლება მათთვის სულად გაუგებარი და მიუღებელი იყო, იმიტომ რომ აი ბოლო საუკუნეებში განსაკუთრებით სულ უფრო და უფრო სულიერი ცხოვრება, ასე ვთქვათ, წირი ხდებოდა განსაკუთრებით ელიტარულ ფენაში და სულ უფრო და უფრო ადამიანური გონებით განმარტავდნენ წმინდა წერილსაც, რჯულსაც და დამახინჯება ხდებოდა წმინდა წერილის სულის და მისი სწავლების და საღვთო ჟულის კანონების განმარტებაც დამახინჯებულად ხდებოდა. ანუ ადამიანური, ასე ვთქვათ, არასრულყოფილი გონებით ჩაანაცვლებდნენ აი ამ ღვთაებრივ სწავლებას და თვითონ რაც უფრო დრო გადიოდა, უფრო და უფრო ეჭვიარეპარებოდა თავის უცდომელობაში და ფაქტიურად აი ასეთ აი ამ კარდნიერებაში და არასულიერ ცხოვრებაში მყოფნი ვერ აღიქვამდნენ იესო ქრისტეს. და ძალიან წმინდად რომ ხალხი იყო აღტაცებული იესო ქრისტეს სწავლებითა და სასწაულებით და რომ აი მიიჩნევდნენ რომ ადამიანი რომელიც არასწორად ასწავლის ჟულის კანონებს არღვევს მათი წარმოდგენით რომ ასეთი ადამიანი ხალხს ასე ვთქვათ ხალხში პოპულარულია და ხალხს ფაქტიურად აცთუნებს ასე ჯეროდა და რაც უფრო მეტი იქნებოდა ასეთი მაგალითი მათი აზრით ჟულის კანონის დარღვევისა, არასწორი სწავლებისა, მით უფრო დამაჯერებელი იქნებოდა მათი აკრძალვა, რომ იესო ქრისტე ეღიარებინათ როგორც ღვთის ნებითა და ღვთის ძალით მოქმედი პიროვნება. და პირდაპირ ესე იგი გამოცხადებული იყო, რომ აი საშინელი სასჯელი იყო, ყველაზე დიდი სასჯელი რაც შეიძლება და ყოფილიყო იუდეველისთვის. კრებულისაგან განკვეთა, ანუ მოწყვეტა. ეს გარდა სულიერი მოწყვეტისა, ფიზიკურ მოწყვეტასაც გულისხმობდა, ოჯახის წევრებსაც კი უგზალავდნენ, რომ რაღაცა ეზრუნათ ასე ვთქვათ თავისი ოჯახის წევრზე, რომელიც აი ამ კანონს დაარღვევდა და ქრისტეს აღიარებდა. აი აქედან ჩანს თუ რამდენად დიდი იყო ის გმირობა, რომელიც მოციქულებმა ჩაიდინეს მათ, ესე იგი თავი გადადეს აი ამ განკვეთისათვის ზადი ესე იგი ფაქტიურად იყვნენ მზად ამ განკვეთისათვის და რას ხალხს ესე იგი უმრავლესობას ასაკურველია უჭირდა ამის გაკეთება, ამიტომ გამოხატავდნენ მის მიმართ სიყვარულს, პატივისცემას, მაგრამ ხშირად ეს საჯაროდ ამის აღიარებას ვთქვათ გამონაკლისების გარდა ასე ვთქვათ ერიდებოდნენ ყოველ შემთხვევაში მწიგნობრებთან და ფარისევლებთან თანდასწრებით. და აი ეს ფარისევლები და მწიგნობრები, რომლებიც არიან ამ სახლში, გულში ამბობენ, რომ ვის აქვს უფლება რომ შემიუტევოს ცოდვები, მხოლოდ ღმერთს. ესე იგი, ეხლა ეს ითვისებს ღვთის ხელმწიფებას, უფლებამოსილებას, ანუ თავს ეს არის ღმერთად აცხადებს, თვითმარქვია და თვითმარქვია ნიშნავს, რომ ღმერთს შეურაცხყოფს, ანუ გმობს ღმერთს. მაგრამ ეს თქვენს გულში, ხმამაღლა არ ვთქვი. მაცხოვარმა, რომელიც არის სულთა ნათელმხილველი, გულთამხილავი, სხვანაირად კიდევ რო ვთქვათ, რასაკვირველია მაშინვე დაინახა მათ გულში არსებული ზრახვები და უთხრა რომ აი რატომ თქვენ ასეთ ფიქრებს ასე ვთქვათ გულში ასეთ ზრახვას და ასეთი აზრები გაქვთ, ასეთი ცუდი აზრები. ამით პირველ რიგში აჩვენა რომ იგი არის გულთამხილავი. ესეც ყოვლისმცოდნეობა, ესეც ღვთაებრივი ხელმწიფების ნიშანია. პირველ რიგში ამითი დაანახა
თავისი ძალაუფლება, რომ დიახაც მას აქვს ღვთაებრივი ძალაუფლება. შემდეგ ეუბნება თქვენ ფიქრობთ, რომ უფრო ადვილია სთქვა, რომ ადამიანს მიეტევება ცოდვები, რასაც ვერავინ ვერ შეამოწმებს და თითქოს ამითი შენ ვერავინ ვერ ესე ვთქვათ მოგედავება, რომ აი სთქვი და ვერ გაკეთდა. შეიძლება სთქვა უბრალოდ და ვერავინ ვერ დაინახავს ეს აღსრულდა თუ არა. ამიტომ ეს ადვილია ასე ლაპარაკი, მხოლოდ სიტყვების თქმა, რაც არ დასტურდება შედეგით, საქმით. თქვენ ხო ესე ფიქრობთ, რომ ეს ადვილია. და მე ესე ვთქვათ, ასე სიტყვებს ასე იოლად ასე ვთქვათ, წარმოვთქვამ და შემიძლია ვიცრო უბრალოდ. ხოლო აი ძნელი რა არის? ძნელი არის, რომ აი შენ თქვა და ის საქმით განხორციელდეს. რახან თქვენ ესე ფიქრობთ, აი რომ დარწმუნდეთ, რომ მე მაქვს ხელმწიფება ცოდვათა მიტევების, აი მე დაგანახებთ, რომ მე მაქვს ასევე ხელმწიფება აღვასრულო ისეთი საქმე, ვთქვა ისეთი სიტყვა, რომელსაც ხილულად ექნება შედეგი. და ეუბნება, ხო, თქვენ ფიქრობთ, რომ აი აღდეკ და ვიდოდე, ანუ მე რო უთხრა, რომ შენ ადექი და გაიარე, აი ეს იქნება უკვე ძნელი საქმე, ანუ ნამდვილად დადასტურება იმისა, რომ ჩემი სიტყვა და საქმე არის სრულ თანხმობაში და არის სრული სიმართლე. და მაშინ მიმართავს აი ამ გარგულს, რომელიც ჯერ საკაცეზეა. და ეუბნება აღდეკ და ვიდოდე. და მართლაც აღდგება ეს კაცი, თავის საკაცეს აიღებს. საკაცები იყო ესეთი დასაკეცი საკაცები იყო, რომელთაც მოგზაურობაში დადიოდნენ და გზაში ისვენებდნენ ხოლმე ჭრილში. ესეთი სუბუქი ესეთი საწოლები იყო, რომელიც შეიძლება ხელით ეტარებინა. აი ადგა ეს კაცი, წამოდგა, სრულად განკურნებული, აიღო ეს თავის საკაცე და წავიდა სახლში. აი ჩვენ ვთქვით, რომ მთავარი ამ თემა არის აი სინანულის სათნოების მნიშვნელობა. დიახ, აი მთავარი ის არის, რომ ყოველი ცოდვა არის, ესე იგი, ყოველი ავადმყოფობა არის ცოდვის შედეგი და თუ ადამიანს ცოდვები მიეტევება, მისი ჯანმრთელობაც აღდგება. და აი აქ კიდევ არის კიდევ ერთი, რომ მრავალს კურნავდა უფალი, მაგრამ ასე არ ეუბნებოდა მიგეტევ. ეს მას უთხრა, იმიტომ რომ ის მას წყუროდა ცოდვებისაგან განთავისუფლება. მას სტანჯავდა სინდისის ქენჯდა. სტანჯავდა განცდა ითვისთა ცოდვათა. აი ეს არის მაღალი სულიერება და აი თუ ადამიანს აქვს განცდა ითვისთა ცოდვათა, ღმერთი მას მიუტევებს და ღმერთი მას ჯანმრთელობასაც მიანიჭებს და ყოველ სხვა სიკეთესაც მიანიჭებს, იმიტომ რომ განწმენდილ სულში, გაჯანსაღებულ სულში დაივანებს ღვთის ძალა, ღვთის მადლი. და აი სადაც მადლია სულისა წმინდისა, ის სხეულიც და ის ადამიანიც ჯანსაღია და ყოველივეს, რაც მისთვის აუცილებელია, მას მიენიჭება. იმიტომ რომ ღმერთია მასში. ღმერთია სწორედ მის სულში დამკვიდრებული და ის ღმერთი მას ყველაფერს აძლევს, რაც მას ჭირდება. და ხშირად იმაზე მეცაც ვიდრე თვითონ ადამიანს შეიძლება ადამიანმა თავისთვის ისურვოს. ადამიანმა შეიძლება ბოლომდე არც იცოდეს რა არის უმჯობესი მისთვის. ერთია რომ რაღაცას ითხოვს ადამიანი, მაგრამ შეიძლება ვერც ხვდება, რომ უფრო უკეთესიც შეიძლება ითხოვოს. ასე რომ აი ეს სინანული არის საწინდარი ცოდვათა მიტევებისა. ამიტომ როცა ადამიანი იწყებს კურნებას, პირველ რიგში მან უნდა ითხოვოს ღვთისაგან სულიერი კურნება. ითხოვოს ღვთისაგან ცოდვათა მიტევება, რადგანაც თუ აი ეს მიზეზი ცოდვის აღმოფხრილია,
მაშინ ამ ავადმყოფობის მიზეზი, ესე იგი ავადმყოფობის ცოდვა აღმოფხვრილია, მაშინ ესე იგი ეს ავადმყოფობაც მალე განიკურნება და თუ დავუშვათ მიზეზი ავადმყოფობისა არ არის განკურნებული, შეიძლება ადამიანს გარკვეული მკურნალობა ჩაუტარდეს, მდგომარეობა გაუმჯობესდეს, შეუმსუბუქდეს, მაგრამ აი ეს სული, სნეული სული კვლავ, ასე ვთქვათ, ვეღარ მიანიჭებს სხეულს იმ საზრდოს, იმ მადლს, რომელიც სულიწმინდის მადლის საშუალებით ენიჭება, კვლავ დაავადმყოფდება ადამიანი. ამიტომ არსებობს დროებითი კურნება და არსებობს კურნება, რომელიც არის ესეთი მანამ სანამ ადამიანი ინარჩუნებს სულიწმინდის მადლს. ანუ მუდმივია ასეთი კურნება. თუ კი ადამიანი ცოდვებისგან თავს იცავს. ყოველ შემთხვევაში ცოდვათაგან განთავისუფლება ჯერ სულს ანიჭებს უდიდეს სიხარულს, უდიდეს შვებას და შემდეგ სხეულსაც. და ამიტომ კიდევ ერთხელ ჩვენ ვიზეიმეთ იოანე ნათლისმცემლის აი ამ შვიდეულში, მეექვსე შვიდეულში სულთმოფენობიდან შობის დღესასწაული იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაული ვიზეიმეთ და იოანე იყო ქადაგებელი სინანულისა და ამბობდა რომ შეინანეთ რამე თუ მოახლოებულ არ სასუფეველი ცათა რაც იმას ნიშნავს რომ თუ ადამიანმა გული არ განიწმინდა მადლის სულისაწმინისა მასში არ დაემკვიდრება და რაც არ უნდა ღონისძიებებს მიმართოს ადამიანმა ღვთის მადლის გარეშე მის ცხოვრებაში ყოველთვის იქნება უამრავი სულიერი თუ ხორციელი სნეულება და საქმეში მრავალი დაბრკოლება, ანუ დაბრკოლება, რომელსაც ქმნის ჩვენი უძლურება, ჩვენი არასრულყოფილება ერთის მხრივ, მეორეს მხრივ წუთისოფლის უსამართლობა, წუთისოფლის, ასე ვთქვათ, ორომტრიალი და თვითონ იმ ბოროტის სულები, რომლებიც ცდილობენ ადამიანი, ასე ვთქვათ, დააზიანონ, ღმერთს დააცილონ და თავის მონად აქციონ. აი ამას ყველაფერს სულიწმინდის მადლის გარეშე ადამიანი ვერ გაუმკლავდება, ვერ ამისგან ვერ დაიცავს თავს და შესაბამისად აი მხოლოდ სულიწმინდის მადლის მოპოვება არის ის, რაც ადამიანს აქ ამ წუთისოფელშიც შეუმსუბუქებს თუ ახლა სრულად არ გაანთავისუფლებს, სრულად არ თუ შეიძლება ითქვას აი ამ სიმწარისაგან, წუთისოფლის სიმწარისაგან სლიანად თუ არ გაანთავისუფლებს, ყოველ შემთხვევაში წუთისოფლის სიმწარე მუდამ იქნება თვითწმინდანებსაც არაერთი განსაცდელი ქონიათ და პირიქით ღმერთი უფრო მეტსაც უგზავნი და მათი სულიერი წრთობისათვის, მაგრამ შენ გექნება განცდა რომ უღელი უფლისად ტკბილია და ტვირთი მისი მსუბუქი, ანუ გაუსაძლისი არ ექნება, გაიოლებული სიხარული ექნება ადამიანს. ყველა განსაცდელში ადამიანი შეძლებს გაუძლოს, არა მარტო გაუძლოს, არამედ სიხარული ხონდეს, იმიტომ რომ განსაცდელში ადამიანი კიდევ უფრო იწმინდება და კიდევ უფრო აი ნეტარება შემოდის. ასე რომ საოცარია ჯვარცმა ხშირად უკვე ადამიანები კი აღარ გაურბიან ჯვარცმას, არამედ ითხოვენ. რატო? იმიტომ რომ ჯვარცმის ჯამს ადამიანის სული იწმინდება და სული ივსება მადლით, ღვთის მადლით და ნეტარებით. და ეს ნეტარება, ასე იგი ადამიანი ამ ნეტარებას მზად არის, რომ ნებისმიერი ჯვარცმა გაიაროს, რომ ეს ნეტარება მოიპოვოს, არ დაკარგოს უკვე აქ წუთისოფელში. ამიტომაც ბრძანებს მაცხოვრის ახარებაში, სასუფეველი თქვენ შორის არის. ასე ცხოვრობდნენ ჩვენი წინაპრები და ამიტომ მათთვის აი ეს იმდენი განსაცდელი, რაც ქართველმა ერმა გამოიარა, არ იყო გაუსაძლისი. არ დაკარგეს რწმენა, არ მიეცენ სასწარკვეთილებას და პირიქით შეინარჩუნეს უნარი შრომისა,
მოღვაწეობისა, ბრძოლისა და გადავრჩით და არა მარტო გადავრჩით, ძალიან დიდი კულტურა შევქმნით, როგორც ადამიანური ურთიერთობისა, ასე საზოგადო ცხოვრებაში ყველა მიმართულებით. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და ღმერთმა მოგცეს ჭეშმარიტი სინანული, რათა უფლისგან მივიღოთ ცოდვათა მოტევება და განწმენდილი სული ჩვენი გახდეს ჭურჭელი სულისა წმინდისა, ტაძარი ღვთისა. ამინ.